მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას ევროპის დაისი. დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი შეეხება თამამად შეგვიძლია ვთქვათ უკვე ალბათ ყველაზე მისტიკურ თანამედროვე პოლიტიკაში არსებულ საკითხს, რაც არის გერმანიაში 16 საპარლამენტო კანდიდატის გარდაცვალება, რომლის მიზეზებიც სხვადასხვა არის და არც ერთს არ გააჩნია რაღაც დადასტურებული ღიაობა. რაც თავისთავად აჩენს ძალიან დიდ ინტერპრეტაციის ველს და დღეს შევეცდებით გავშალოთ ამ საკითხის ირგვლივ რეალობა და წავიკითხოთ დაფარული კონტექსტები და გამოვავლინოთ რეალურად ვისი ინტერესები იკვეთება ამ როგორც თვითონ გერმანიაში არაერთი სპიკერი ამბობს სტატისტიკურად შეუძლებელ საქმეში. ჯერ შეგვიძლია ზოგადად გერმანიის კონტექსტი განვიხილოთ. ესე იგი მეორე მსოფლიო ომიდან თუ ჩვენ მოვყვებით გერმანული კონტექსტის განხილვას, ეს არის, რა თქმა უნდა, გერმანია ყოველთვის იყო ევროპული ცივილიზაციის მთავარი ბირთვი, კულტურული თუ ინდუსტრიული, ეხლაც ესეა უბრალოდ, მან მოხდა ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ამერიკამ მოიპოვა ტოტალური ძალაუფლება სამყაროს და გახდა ერთპოლარული ესე იგი ჰეგემონი, მას შემდეგ მოხდა გერმანიის ერთი მხრივ ლიბერალიზაცია და მეორე მხრივ დემასკულინიზაცია და დემილიტარიზაცია. ყველა ექსპერიმენტული ლიბერალური ტრენდი, ეს კულტურული მარქსიზმი და ლიბერალური დემოკრატიის ექსპერიმენტული ტრენდები, რომელიც არის აგენდერული საზოგადოება, როგორც არის რაღაცა მულტიკულტურალიზმი, როგორც არის ეს პოლიტკორექტულობა, ყველაფერი ერთად განხორციელდა პირველი გერმანიაში და ეს იყო მთავარი იდენტობის პოლიტიკის თეორია, რა თქმა უნდა და მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ეს მოხდა დემილიტარიზაცია გერმანიის და დემასკულინიზაცია. აქედან გამომდინარე გერმანია გადაიქცა ესე იგი ამერიკულ სამხედრო ბაზებად, აი ძალიან მარტივად და თამამად შეგვიძლია ვთქვათ ეს. ეს იმიტომ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ იქ არის ყველაზე დიდი სამხედრო ბაზა ამერიკის შემდეგ, რაც კი არსებობს მსოფლიოში. და ამას დამატებული, აგერ ჩვენ ომის პერიოდში ვნახეთ, მაგალითად, რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში გერმანიის მთავრობას, გერმანელ ხალხს და მთავრობამ მისი რეპრეზენტატორი უნდა იყოს, ხო, სულ სხვა რამ სურდა და ომში სხვანაირად დაპოზიციონირდებოდა, მაგრამ ამერიკამ დააპოზიციონირა სხვანაირად. ეს დაპოზიციონირება ვნახეთ, ხო, მილის აფეთქებიდან დაწყებული ყველაფერი საერთოდ, იმიტომ რომ ამ ომში რა გადაწყვეტილებას და მიმართებაც, ვთქვათ, საფრანგეთს და გერმანიას ჰქონდა, განსაკუთრებით გერმანიას. ეს გერმანელებს არაფრით არ წაადგათ. პირველი ევროპული სტანდარტის, ვთქვათ, შრომით პირობები რაც არის, ისინი აღარ ამართლებს დიდ საწარმოებში, იმიტომ რომ კონკურენტად ყავთ აქეთ ჩინეთი და მათ შორის ამერიკაც და ევროპული, ვთქვათ, წარმოების მიმართულება არის კრიზისში, ამას დამატებული სამხედრო ინფრასტრუქტურაში სრულად განულებულია მათი ეს ხო გახსოვს ჭურვების საკითხი როგორ იყო რუსეთთან მიმართებაში, ჩრდილოეთ კორეა როგორ აწარმოებს და ევროპელები თავდაცვის უნარიანები რეალურად აღარ არიან და ეხა გადაწყვიტეს რომ ხელახლა უნდა შეიარაღდნენ და ამას დამატებული ყველაფერი გაუძვირდათ, ანუ პროდუქტებზე ფასები, ბუნებრივი რესურსები, რომელიც ესე იგი სხვა გადაფუთულს იძენენ ამ შემთხვევაში და შესაბამისად ფასი არის გაზრდილი, გაიზარდა ფასი ელექტროენერგიის, გაზის, შესაბამისად როგორც თითოეული ჩვეულებრივი სტატისტიკური ევროპელის ცხოვრება გაძვირდა, ასევე საწარმო სამუშაოები არის გაძვირებული. ანუ გერმანიას ფაქტობრივად, აი ჩვენ ამ კონტექსტიდან უნდა შევხედოთ რა, აი ამ მკვლელობების სერიას და გარდაცვალებების მისტიკურ სერიას, მოდი ესე დავარქვათ, იმიტომ რომ გერმანია არის დღეს, ვთქვათ, ევროკავშირის ისეთი ბირთვი, რომელსაც სუვერენიტეტი აქვს დაკარგული, მასზე არ არის დამოკიდებული ის, რას გადაწყვეტს. ანუ გერმანელ ხალხს რა აწყობს, ეს არ არის დღის წესრიგში. მთავარი არის deep state-ს რა აწყობს. შესაბამისად, ვიღაცები ბოდიში, ვინც ამ წესწყობილებას, ამ სტატუს quo-ს უქმნიან საფრთხეს, მე ასე მჯერა და ასე მწამს, ვინც ამას უქმნის საფრთხეს, ის არის მტერი deep state-ისთვის. კონტექსტი რო გავაგრძელოთ ისევ ამერიკამ და deep state-მა როგორ მოახერხა
ამ ყველაფერს გერმანია როგორც ვასალი ქვეყანა შეექმნა მეორე მსოფლიო ომის მერე. პირველი იყო ეს, როდესაც დაინერგა მსოფლიო მასშტაბით დანაშაულის კულტი, რომელიც დღემდე იკვებება და რომელსაც ჰოლივუდიც ძალიან გემრიელად კვებავს, იმიტომ რომ მეორე მსოფლიო ომზე ფილმების გადაღება ყოველწლიურად არ წყდება და პოპულარიზაცია მისი რასაკვირველია არსებობს, მაგალითად ამაზე თემას არ ეხება, მაგრამ ჩვენ რო ველაპარაკებია რომ 9 წელი რა დროს გასახსენებელი არის რა, ანუ მაგალითად ამერიკაში წელი არ გადის რომ მეორე მსოფლიო ომზე ტიპები იხსენებენ და შემდეგ ეს არ იყოს ძალიან რომანტიზებული, გაპოპულარებული, ყველა ჯილდო მიცემული და ასე შემდეგ. და ბოდიში მაშინ ერთს ჩავერთვები რა. მან კიდე პრობლემა ის არის რომ თითქოს მთელი იმ პერიოდის ტრაგედია და იმ პერიოდის პირსისხლიანი მმართველობები გერმანიამ აიღო ონტოლოგიურ ტვირთად, როცა ეს იყო პერიოდი, სადაც ამერიკაში შავკანიანები ერთ ავტობუსში ვერსხდებოდნენ თეთრებთან ერთად, ეს იყო პერიოდი, სადაც ნორდიკები სტერილიზაციას უკეთებდნენ ადამიანებს, იმიტომ რომ საკმარისად ლამაზი არ ხარ რომ გამრავლდეო, ეს იყო პერიოდი, სადაც ჩერჩილი და ბრიტანეთი და ეს აქებდა ჰიტლერს და ყველაზე პროგრესული ლიდერიაო და ეს იყო პერიოდი, სადაც სიკვდილით დაჭრიდან დაწყებული ყველაფერი, ანუ ალექსანდრე მაკედონელს რომ მოთხოვ დემოკრატობა დაახლოებით ის კონტექსტზე, მაგრამ ეს მთელი პერიოდი თითქოს გერმანიას მიაწერეს რა. კი, ანუ მეორე მსოფლიო ომი ახალი დაწყებული როცა იყო, ჯერ კიდევ მაშინ, სანამ ამერიკა ჩაერთვებოდა უშუალოდ საომარ მოქმედებაში, ტაიმს სკვერზე ნაცისტური პარადები ტარდებოდა, ეხლა ეგეც ჩავსვათ კადრებს ამისას და ხალხი იხილავს. და ზოოპარკები იყო ევროპაში, ანუ ზოოპარკი. ეს დასამართლევნა შავკანიანს მარტო იმიტომ რომ შავკანიანი იყო. არა, ეგ გავგეღარ, ზოოპარკი. რას კვირვები? ზოოპარკი. იქიდან გამომდინარე ეს დანაშაულის შეგრძნება თაობიდან თაობას გადაეცემა და ეს არის როგორც გარედან მოხვეული პოლიტიკა გერმანიისთვის, ისე შიდა პოლიტიკური აქტორების აღიარებული პოლიტიკა, რომ კი ჩვენ ეს უნდა მივიღოთ, იმიტომ რომ ჩვენ ეს დანაშაული გვაქვს ჩადენილი და მიუხედავად იმისა, რომ გავიდა უკვე 80 წელი, მაინც ჩვენ ამ დანაშაულში უნდა ვზარდოთ თაობები. ეს არის ძალიან მარტივი ინსტრუმენტი deep state-ისთვის, თუნდაც იმიტომ რომ ჩვენ მულტიკულტურალიზმი ახსენე, მიგრაციის ამხელა ნაკადებზე პასუხისგებლობას, რომ ძირითადად იღებს ხოლმე ყველაზე დიდ წილზე გერმანია, ესეც ამის ნაწილი არის, იმიტომ რომ აი ეს ჩვენ ეს კომპენსატორული ბუნება უნდა გქონდეს და შევინარჩუნოთ, იმიტომ რომ ჩვენ მეორე მსოფლიო ომის დროს დავაშავეთ, ამერიკამ გკითხა რომ ეგეთი რაღაც არ უნდა განმეორდეს და შესაბამისად ეხლა რასაც გვეტყვიან, ყველაფერი უნდა მივიღოთ, ბაზა უნდა დაუდგათ, რამხელაც უნდა იმხელა ემიგრანტები უნდა მივიღოთ რამხელა ნაკადი, სადაც გვეტყვიან იმდენი, ჩვენ ქარხნები უნდა მოვაწყოთ ისე, როგორც მათ შემოსავლიან უნარიანობას აწყობს და შესაბამისად შეიძლება ეხლა რაღაც რიგითი მსმენელისთვის ის რომ ჩვენ საუბრობთ საქართველოს და გერმანიაზე, რომ გერმანია ვასალი ქვეყანა და რაღაც რომელიც განვითარებული ქვეყანა არის საქართველოზე ეკონომიკურად და ასე შემდეგ, მაგრამ რეალობა არის ასეთი. გერმანიას არ გააჩნია რეალურად სუვერენიტეტი და AfD-ს საკითხი არის ზუსტად იმის კარგი მაჩვენებელი, რომ ეს სუვერენიტეტი ქვეყანაში არ არსებობს, რადგან AfD არის რეკორდულად მზარდი პოლიტიკური პარტია, რომელიც არასოდეს არ ყოფილა ხელისუფლებაში. AfD-ს ყველა გამოკითხვით, მათ შორის იმათი გამოკითხვით, ვისაც AfD ეზიზღება და აკრძალვა უნდა, აქვს ძალიან დიდი ზრდა მხარდაჭერის გერმანულ მოსახლეობაში. AfD შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე თუ ეს კვლელობათა სერია რაღაც ძალიან დიდ ნიშნულს იარავდა დააკომპლექტებს პოლიტიკოსი, ოპოზიციური პოლიტიკოსის გარდაცვალება მიჯრით, ესე იგი, ერთი წლის განმავლობაში აქედან 7 არის AfD-ს წარმომადგენელი. მართლა ადგა ის კაცი და მე მგონი გაახსენდათ რა ძველი მეთოდები. აბა ხა სხვა 16 თან შენ AfD-ზე რო საუბრობ, ეს კიდე ნებისმიერი სოციოლოგიური კვლევა და გამოკითხვა არ ასახავს რეალობას, იმიტომ რომ ეს კიდე იმ პირობებში, როცა AfD იდევნება და დევნის პროცესი ხორციელდება სრულად ტოტალიტარული ლიბერალური მეთოდით, რომელიც გულისხმობს საჯარო სივრციდან დაბლოკვას, როგორც არის ბილბორდები, როგორც არის სოციალური მედია, როგორც არის ტელევიზია, მასობრივი მეინსტრიმ საშუალებებიდან ყოვლად დაბლოკილები არიან ისინი და მაინც ახერხებენ ამას. ეს როგორ ხდება?
ევროპაში განსაკუთრებით ეს მემარჯვენე კონსერვატიულია ეს far right მოძრაობებს, რასაც ეძახიან ანტისისტემურ პარტიებს, ეს დაიწყო ზუსტად საიმიგრაციო კრიზისის შემდეგ 2013 წლიდან, როდესაც არ ვიცი, ევროპაში მაგალითად ისეთი პრობლემური იყო განსაკუთრებით სკანდინავიის ქვეყნებში, გინდა გერმანიაში, გინდაც საფრანგეთში, ესეთი მსგავსი პარტიების გაძლიერება, რომ დაახლოებით არ ვიცი, რას შევადარო რა, საქართველოში რომ პუტინისტი იყო, ოღონდ ისეთი მე მიყვარს პუტინი რო თქვა რა, დაახლოებით სოციალური სუიციდი იყო ფაქტობრივად რა, პოლიტიკური სუიციდი, მაგრამ იმხელა მზარდი რეიტინგი დადეს და ისეთი იყო ხალხის განწყობები, იმიტომ რომ ეს საიმიგრაციო კრიზისმა საოცარი პრობლემები შექმნა, იმიტომ რომ ეს არ იყო კულტურული ინტეგრაციის პროცესი. არ ვიცი, ჩვენ ხო ბევრი გადაცემა გაგკეთებია ამაზე, ამბობთ, რომ ყველაზე მშვიდი ქვეყანა შვედეთი გადაიქცა აფეთქებების ქვეყანად და უფრო მეტი არის ვიდრე გვატემალაში და იმაში, რა ქვია, მექსიკაში პერკაპიტაზე დანაშაული და ნუ გერმანია ხო გვახსოვს ის აღარ მახსოვს კიოლნის ხამე იყო თუ ჰამბურგში იყო რომ გააუპატიურეს მასობრივად გოგოები, მაგრამ ეს ხო ნუ ისეთია რაღაცა ტრიგერი თორე ეს ყოველდღიურობაა და ასე შემდეგ და შემდეგ. შესაბამისად, მათ შორის ორბანის ამის პროდუქტია ამ უკიდურესად ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკის და ზოგადად პოლიტიკის. ჩვენ ვნახეთ, რომ ეს პარტიები უქმნიან დიდ პრობლემებს, ასე ვთქვათ, სისტემას და სისტემურ ამ ევრობიუროკრატიას. ძალიან შორსაც არ გვინდა წასვლა. მოლდოვის მაგალითი არის ძალიან მაგარი, იმიტომ რომ მოლდოვა არის შემთხვევა, სადაც სანდუზე რამეს თუ იტყვი, პირდაპირ ყველაფერი აი ზუსტად ლიბერალური კლასიკური ჟანრის კანონი, ლიბერალური იმით ხორციელდება ყველაფერი. ესე იგი დაგჯიან, გადაგასახლებენ, მართლა რა, პირდაპირ სიტყვის თავისუფლება სრულად არ არის დაცული. მაია სანდუს საწინააღმდეგოდ რამეს იტყვი და არ ვიცი რას გიზავენ, იქ რუმინეთის შემთხვევა, სადაც იჭერენ გამარჯვებულ კანდიდატს, იმიტომ რომ რუბლები აღმოუჩინეთო და პრორუსიაო და ასე შემდეგ და მანამ ტარდება არჩევნები, სანამ ევრობიუროკრატიის მიერ ესე იგი დასაფორთებული კანდიდატი არ გაიმარჯვებს და ჩვენთან ზუსტად ეს უნდათ რა. კიდე შორს რო არ წავიდეთ, ნახეთ, რომ თუ ვინმე არის ადამიანის პირდაპირ მკვლელობაზე წამსვლელი, პოლიტიკურ მკვლელობებს გულისხმობ. არიან ლიბერალები და ეს deep state-ი, ჩარლი კირკი, ტრამპი, რომელიც ჩავთვალოთ, რომ მოკვდა, იმიტომ რომ ესროლეს და უბრალოდ ყური გაკაცრა, ესე იგი როგორ ფაქტობრივად თავში იყო ხო ნასროლი, აი რაღაცა სასწაულებრივად გადარჩა. და აგერ 16 პოლიტიკოსი, რომელიც უცნაურ გარემოში გარდაიცვალა. პოლიტიკოსები deep state-ს ხელწერა რო არის ეს ჩვენი ინტერპრეტაცია რა, ჩვენი გამოძიების შედეგად დადგენილი სიმართლე არა, კენედიდან მოყოლებული deep state-ზე კვალი მიდის აბსოლუტურად ყველა ასეთ დიდ პოლიტიკურ მკვლელობას, როდესაც განიხილავენ. AfD-ს საკითხი მაგალითად ის თუ როგორ არის დემონიზებული, უბრალოდ ცელობა როგორ არის, ვერ მოხდა მაინც AfD-ს დემონიზება თვითონ ადგილობრივ გერმანულ მოსახლეობაში, იმიტომ რომ აღნიშნეთ, რომ მას ყველაზე მზარდი, რეკორდულად მზარდი რეიტინგი აქვს. მაგალითად მე ბოლოს გერმანიაში თებერვალს ვიყავ, როდესაც ზუსტად ემთხვეოდა არჩევნები და ჩემი თვალით მაქვს ნანახი დედაქალაქის ქუჩებში ყოველ 2 მეტრში როგორ არის პოლიტიკური ბანერები და იყო იქ შოლცის და მერცის, არსად არ იყო AfD და როდესაც ვიკითხე ცოდნე იცოდა კონტექსტი და იცოდა არსებული პოლიტიკური მედია რეალობა, მათ არ აქვთ უფლება, მათ ჩამორთმეული აქვთ უფლება, ანუ დემოკრატიულ ევროკავშირის წევრ დემოკრატიულ ქვეყანაში არსებობს პოლიტიკური პარტია, რომელსაც არ აქვს უფლება სარეკლამო ბანერი გააკრას, რომელსაც არც ერთ ტელევიზია სტუმრად არ ეძახის, რომელიც არის ცენზურებული, რომელსაც აქვს ამის პარალელურად ყველაზე მზარდი რეიტინგი მოსახლეობაში და გერმანიაში ხო ძალიან მარტივი არის, მაგალითად ადამიანი, ჯგუფი, პოლიტიკური თუ მოძრაობა გააუქმო ან მაქსიმალურ დემონზე მოახდინო, იმიტომ რომ აი ეს არის ფაშისტური იდეები, ეს არის ახალ ნეონაციზმი, ახალ ფაშიზმის აღიარება, ვიღებთ ახალ ჰიტლერს. ნუ ჩვენთან რაცა მაგალითად ზუსტად იგივე ისტერია არის, რაც არის რუსეთუმე. აი ესენი ზუსტად იგივე გაშოვების იარაღია, ხო? ანუ AfD არიან ახალი ფაშისტები. კიდე უფრო მუშა. ხო, არის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ კი ან ჩვენთან რუსეთუმე რაც არის, იქ ფაშისტი არ არის, იმიტომ რომ იქ უშუალო ფაშიზმის ხერხლებზე დგას რა ყველაფერი. შესაბამისად ის რომ ანუ AfD-ს ირგვლივ არის ეს ნარატივი, რომ ეს არის ახალი ჰიტლერი როცა ხალი ყოფილიყო დღეს ეყოლებოდა AfD. ეს ნარატივი რო აქვს შექმნილი გერმანიაში, რომელშიც
მაგალითად არც რომელზეც არც ერთი ის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელიც მაგალითად ჩვენ გვამონათებს ან ევროპარლამენტარი, რომელიც მაგალითად გუშინ ამბობს, რომ ელენე ხოშტარიას დაკავებას, რომელიც ჩვეულებრივად დასაბუთებული არის, რომ რომელი კანონდარღვევის გამო არის დაპატიმრებული და გირაოს გადაიხდის თუ არა, გამოვა და ის ძალით არ იხდის გირაოს. მასზე რო ამბობს ევროკავშირის წევრი ქვეყნის ევროპარლამენტარი, ევროპარლამენტის ტრიბუნიდან, რომ ელენე ხოშტარიას უჭერენ მხარს და გვერდში უდგანან და ეს რა საშინელება დატრიალდა საქართველოში, ეს ადამიანები ხმას არ იღებენ და პირიქით ახალისებენ და ტარს უკრავენ ყველაზე მზარდ ოპოზიციურ პარტიას გერმანიაში, როდესაც აჩუმებენ, როდესაც მედიაში გამოსვლის საშუალებას არ აძლევენ და უკვე მივედით იმაზე, რომ კლავენ. ხო, არსებობს. და რატომ ამბობთ ხა თამამად? რატომ ამბობთ თამამად და ვიმსჯელოთ? ამას რატომ ამბობთ ხა თამამად, რომ ეს 16 მკვლელობა, რომელიდან 7 არის ერთი კონკრეტული პარტიის წარმომადგენლების გარდაცვალება, არც ერთი მათგანი საჯარო სივრცეში თუ და ყველაზე უარესი რაცაა პოლიციის სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არ განხილულა როგორც რაიმე ტიპის უცნაურობა, არ განხილულა როგორც აბა იქნება არსებობს რაიმე მოტივი, დამატებითი ძიება წასულიყო ან რაღაცა. ეგ არის რა მნიშვნელოვანი. მედიიდან დაწყებული სამართალდამცავების კომენტარებით დამთავრებული ის კი არა რომ გამოძიებას დაელოდნენ და მერე გააკეთეს. გამოძიების დასრულებამდე ერთ შეთანხმებული განცხადება გაკეთდა, რომ ამაში არაფერი არ არის უცნაური, დათელი დასავლური მედია მაგას აპრავებს, რომ ეს არის ძალიან ჩვეულებრივი ამბავი, რომ არის ძალიან ბევრი კანდიდატი და ამ ბევრ კანდიდატში რომ 7 AfD-ს წევრი მოკვდა ერთი სუიციდით, რომელიც ოჯახის ამბობს, რომ არანაირი წინაპირობა ამის არ არსებობდა და წერილი არ დაუტოვებია კაცს 42 წლის კაცმა პოლიტიკაში რომ აპირებს მისვლას და არჩევნები რომ წუწი აქვს და კამპანიას რო ატარებს თავს იკლავს და ეს თურმე ნორმა არის, სამართალდამცავები ამბობენ, რომ არაფერი პრობლემა არა, მედია ამბობს, რომ არაფერი პრობლემა არ არის. და დანარჩენი 6 იქიდან ერთი არის მარტო, რომელზეც არის რომ ეგ დიდხნიანი დაავადება ქონდა ღვიძლის და ამან გამოიწვია მისი გარდაცვალება. ყველა დანარჩენი არის გულის შეტევა, რომელიღაც ორგანოს გაჩერება, რასაც ეძახიან უეცარ გარდაცვალებას. იმიტომ რომ ყველას ეგუწევს sudden death. კი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველანაირი რაღაც სიღრმისეული გამოძიებების მედიაში ვთქვით, რომ AfD-ის სიკვდილის არასაკვირველი არ წამოწევენ, მაგრამ ყოველგვარ არის საჯარო განხილვის თუ გამოძიების გარეშე ეგრევე მოხდა იმის გაправება, რომ ამაში არაფერი უცნაური არა, ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, რომ ამდენი ადამიანი გარდაიცვალა, იქიდან 7 არის ერთი პარტიის წარმომადგენელი, რაც რასაკვირველია აჩენს ძალიან დიდ ეჭვს და ეს ძალიან დიდი ეჭვი გამყარებულია იმით, რომ ეს არის პარტია, რომელიც ერთადერთი არის თანამზარდი რეიტინგით, რომელიც იმ deep state-ის ინტერესებს რომელიც გამტარი ქვეყანაც ამ მომენტამდე არის გერმანია უპირისპირდება, ეს არის პარტია, რომელიც ლაპარაკობს ხიად რეალურ სუვერენიტეტზე და რეალურ სუვერენიტეტის მოპოვებას და ჩვენ ვხედავთ, ვინც ყველა ევროპაში არსებული თუ ევროპის მიღმა არსებული ქვეყანა, ვინც დაიწყო სუვერენიტეტზე ლაპარაკი, სუვერენიტეტის მოპოვება, რაღაცა კონტურების მონიშვნა, ყველა ცხადდება ევროკავშირის მხრიდან, წინა ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან, მედიის მხრიდან, დასავლური მედიის მხრიდან, დიქტატურისკენ მიმავალ ქვეყანად და ჩვენ ვიცით, რომ სუვერენიტეტის მოპოვება არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხე deep state-ისთვის, რომელიც წინააღმდეგაც ირთვება აბსოლუტურად მის ხელში არსებული ყველა მექანიზმი, რომ ერთი რომ ეს სუვერენიტეტი რეალურად ვერ მოიპოვო და მეორე შენ თუ სუვერენიტეტს ლაპარაკობ, ეს ხალხში გადაგითარგმნა, რომ აქ სუვერენიტეტზე კი არა ლაპარაკი, ესენი არიან დიქტატორები, ესენი არიან ფაშისტები, ამათ უნდა მედიის გაჩუმება, NGO-ების გაუქმება, სამოქალაქო საზოგადოების სიკვდილი და ასე შემდეგ. ჩვენი თქვათ დაშვებაც არ დავარქოთ. ჩვენ რა თქმა უნდა არ ვამბობთ, რომ ან ვინმეს ბრალს არ ვდებთ, პირდაპირ არ ვადანაშაულებთ ვინმეს, უბრალოდ როდესაც ალტერნატიულმა მედია საშუალებებმა, დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა, სკეპტიკურად განწყობილმა ადამიანებმა, კრიტიკულმა აზრმა დასვა შეკითხვა, რომ იცი რა შეიძლება არავის არ ვაბრალებდეთ, მაგრამ ცოტა უცნაურია ესე მიყოლება, ერთმანეთს მიყოლებით გარდაცვლილი 16 პოლიტიკოსი, ცოტა უცნაურია, რომ ამ ყველაფერზე რეაგირება საერთოდ არ აქვს, თქვათ, სისტემას, საერთოდ არ აქვს ძალოვან სტრუქტურებს, კითხვას არსაოს მეინსტრიმ მედია საშუალება და ჩვენ ამიტომაც დაგვებადა ეს სკეპტიციზმი. და შესაბამისად ვაძლევთ თავისუფლებას, რომ დავსვათ ეს კითხვები, გავარჩიოთ ეს ყველაფერი და ვიფიქროთ ამაზე, ანუ ეს ესეა თუ არ არის.
ანუ ამ მიმართულებით ვამბობ, იმიტომ რომ მართლა ძალიან უცნაურობა ხარ, რომელ ქვეყანაში გახსენდება, რომელ პერიოდში გახსენდება, რომელ დროში გახსენდება, ესე მომხდარიყო ერთი მეორეს მიყოლებით, არ ვიცი, რა ვიცი, აფრიკულ ქვეყნებში არის ესე სამოქალაქო ომი სადაც არის, ან რა ვიცი, რომელიმე ქვეყანაში შენ გახსენდება, რომ ესე ოპოზიციური კანდიდატები ერთმანეთს მიყოლებით გარდაცვლილიყო. კი და რასაკვირველია თან, როდესაც ჩვენ საუბარი გვაქვს ეს არის deep state-ის მიერ აღსრულებული დანაშაული და ვისაც ამაზე კითხვის უჩნდება, რომ აი რანაირად ხო რა რასაკვირველია ჩაცხრილույთ არ მოკლავ. ანუ ისეთი გარდაცვალებები არ იქნება, რომელიც რეალურად თვალშისაცემი იქნება, რომ ქუჩაში არა, ნუ ეხლა ხო და მანამდე ფიცო და საქართველოს პრემიერს ეუბნებოდა ტელეფონში, რომ თხილად თუ არ იქნებიო, ფიცოს გაიზიარებ, რა იცის საზოგადოებაში პოლარიზება. ამით სხვა შორის თვითონ ლეგიტიმაციას აკეთებენ იმისა, რომ ესე იგი თუ შენ რომელიმე აზრს კატეგორიულად არ ეთანხმები, მას აქვს უფლება თუ გერევა მოგერიოს. მათივე პოზიცია ესეთია, ხო? და იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვუყურებთ, რომ არსებობს მსგავსი ფონი, ყველაზე ბუნებრივი მდგომარეობაა, რომ ამაზე კითხვები დასვა, ამაზე რაღაცა დამატებითი პასუხები ეძებო და ღიად არ მიიღო ის, რაც ბევრად უფრო აბსურდულად ჟღერს, ვიდრე იმის დაშვება, რომ ეს არის ორკესტრირებული. ამასთან ძალიან მნიშვნელოვანი ალბათ ვაყურებელი დააკვირდეს იმას, თუ ვინ ცდილობს აქაც და გერმანიაშიც ამ საუბრის ირგვლივ რომ ეს არ არის შემთხვევითობა. ეჭვების გაფანტვას და იმაზე პედალირებას, რომ ანუ აქ რაღაც ბევრი კანდიდატია, მე რა ეს არის რუსული ნარატივი და ასე შემდეგ. აბსოლუტურად ყველა აქაც და გერმანიაში არის ლიბერალური ჯგუფები, არის NGO-ები, რომლებიც ფინანსდებიან სხვა ქვეყნის დონორი ორგანიზაციებიდან და ეს არის აქტივიზმის ის ტალღა, რომელიც უპირისპირდება ზუსტად იმ სუვერენიტეტის იდეებს, იმ ეროვნულობის თუ რაღაცა სოციალურად ტრადიციული მიმართულების იდეებს, რომელიც გააჩნია AfD-ს. სხვა შორის ცოტა ლირიული გადახვევა მინდა გავაკეთო, აგერ ჩარლი კირკის кейსის შემდეგ JD-მ და ტრამპმა თავისი кейსის შემდეგ სადაც მიუვარდნენ და იქაურმა აკაცუკებმა რომ უყვირეს და რაღაცები მიაძახეს, ეს არისო დაფინანსებული მემარცხენე ექსტრემისტული NGO-ები, რომელთა საქმიანობა ჩვენ უნდა გავაკონტროლოთ და თქვათ ლიმიტები დაუწესოთო რა, რაც ჩვენთან ხდება ზუსტად იგივე რა. ზუსტად იგივე ეს NGO არის, ესე იგი 21 საუკუნის 2000-იანების შემდეგ NGO გახდა არასამთავრობო პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ყველაზე მეტად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესში და საქართველოში განსაკუთრებით აი ამ პოსტსაბჭოთა ტრანზიციის პერიოდში ლიბერალურ ერაში NGO იყო ტრამპლინი, რითიც შედიოდი პოლიტიკაში. ყველა იყო NGO-შნიკი. კმარელებიდან დაწყებული და მიხვდი ეს იყო რა მთავარი პრინციპი და NGO გახდა ძალიან ბოროტი ინსტრუმენტი დიდი ძალების ხელში, რომელთაც შეუძლიათ რომ ახალგაზრდებს თქვა ტვინი აურიონ, მოუწამლონ, ეხლა რა შორს მივდივართ, ჩვენთან კიდე კარგად უნდა გამოვიტანოთ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ფრანკლინის კლუბი და რაღაცა NGO-ები, რომელსაც ყავდა სერბი და აღმოსავლეთ ევროპელი ტრენერები, ასწავლიდნენ იარაღის დაშლას, ასწავლიდნენ მოლოტოვის კოქტეილის გაკეთებას და ასწავლიდნენ ეგრეთ წოდებული მშვიდობიან რევოლუციის პრინციპებს, ანუ როგორ გაუწიო პოლიციას წინააღმდეგობა. ნუ რაზე არის ხო ლაპარაკი პირდაპირ ეს ყველაფერი იყო დაგეგმილი, თქვათ, დაფინანსებული პროცესი. ამ ჯგუფებისადმი მიდგომა რომ ახსენე, დღეს გამოაცხადა ზუსტად ტრამპმა ანტიფა ტერორისტულ ორგანიზაციად ამერიკაში. ანტიფა თუ მარიც რა არის აბრევიატურა ანტიფაშისტების მოძრაობა, რომელიც არის მემარცხენე ანარქისტები. კი, ანუ ეს არის ულტრალიბერალი აქტივისტების ერთობა, რომელიც არ არის რეგისტრირებული, ძალიან ჭკვიანურად სხვა არ არის რეგისტრირებული არც NGO და არ არის რეგისტრირებული არც რაიმე ტიპის მოძრაობა. იმისთვის რომ ზუსტად იმის რომ ფარაში მათ არ კონდეთ დასადეკლარირებელი რომ სანიდან არის დონოცია, ტრამპი ღია დამოს რომ ეს არის სოროსის დაფინანსებული და სოროსზეც ღია დამოს რომ ეს ადამიანი უნდა დაიკითხოს და თავის FBI-ის დირექტორს მოუწოდებს რომ ეს საციხო კაცი არისო. ანუ ანტიფა რომელიც შეიქმნა და რომანტიზდა ამერიკის ლიბერალურ საზოგადოებაში იმ იდეით, რომ ეს უნდა დაპირისპირებოდა ამერიკაში ფაშისტურ გამოვლინებებს და საბოლოოდ გადაიქცა
თვითონ ფაშისტურ ჯგუფად, რომელიც ყველანაირ მისთვის პოლიტიკურად მიუღებელ აზრს გმობს და მათ შორის ფიზიკურად უპირისპირდება და ინფრასტრუქტურის დაზიანებაზე ცალკე ილაპარაკა ტრამპმა, რომ ამაზე ჩვენ უნდა გქონდეს ძალიან მძიმე პასუხი. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ანტიფა, რომელიც უკვე ტერორისტული ორგანიზაციაა ამერიკაში, ამის დაცვედანებული ვერსია გვაქვს საქართველოში ამაკაცუკების სახით და ზუსტად ამაკაცუკებს ყველაზე მეტად რა უყვართ ხო? ნუ რას გეუბნებიან რომ უყვართ რომ ამათ უნდათ რომ ამერიკა იყოს საქართველოში, ანუ ამერიკის ჯარი იდგას საქართველოში, ამერიკის 51 შტატი იყოს საქართველო და მაშინ იქნებ ჩვენც ამ მიდგომით, ამ ამერიკული მიდგომით იმას ვქნათ მათ ტერორისტებად გამოვართ. შეგვიძლია ხო? ნუ მათი ექვივალენტი რაც არის ამერიკაში ანტიფა ის თუ ტერორისტული ჯგუფი ჩვენ შეგვიძლია მათ მიუდგეთ როგორც ტერორისტი, იმიტომ რომ ზუსტად იგივე მოქმედების ინსტრუმენტები არის ინფრასტრუქტურის დაზიანება, ძალადობრივი ქმედებები, თავდასხმები, გადაწვა. ის რა ქვია, სოცქსელებში ცდელობა რომ გააჩუმონ განსხვავებული აზრი, პოლიტიკური იმის მიუღებლობა, ოპონენტის აბსოლუტური მიუღებლობა ასე შემდეგ. ერთი არის ხო ზუსტად. და გადაცემის დასასრულს, ესე იგი მოკლე რეზუმირება რო გავაკეთოთ ამ საკითხის, მე არ მახსენდება არც ერთ ქვეყანაში, თან ქვეყნის კონტექსტი ჩვენ განვიხილეთ, რომელიც არის deep state-ის, თქვათ, ვასალი ქვეყანა, რომელსაც სუვერენიტეტი დაკარგული აქვს და რომელსაც რაღაცა იქაური ლიბერალური სისტემური ძალა მართავს. ყველა ამ სისტემასთან შეწინააღმდეგებული ძალა ითვლება მტრად და მას აქრობენ. ეს პირდაპირ არის დეკლარირებული, მათ არ აქვთ არც საჯარო სივრცე არაფერი და ჩვენ უყურებთ, რომ 16 პოლიტიკოსი, ოპოზიციური პოლიტიკოსი, ესე იგი ერთმანეთის მიყოლებით გარდაიცვალა. აქედან ყველაზე მზარდი პარტიის AfD-ს 7 წევრი არის გარდაცვლილი. უეცარი სიკვდილით. ეს არის პრინციპში ყველაზე უცნაური ამბავი, რაც მომხდარა უკანასკნელ დეკადაში შეგვიძლია ვთქვათ. თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაში. ყველაზე უცნაური და მისტიკური პოლიტიკური ამაზე შეიძლება კინო გადაიღო და არ ვიცი, ნახოთ საიდუმლო მასალების სერიაში იყოს ეს, კი იქნებოდა ის, რომ რეალობის ნაწილი არის და ჩვენ საბედნიეროდ საუბედუროთ, იმიტომ რომ საბედნიეროდ შეიძლება, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო დროება არის, საუბედუროთ, იმიტომ რომ ძალიან შემაძრწუნებელიც არის ეს ყველაფერი. ჩვენ გვიწევს ცხოვრება იმ პერიოდში, სადაც უკვე ის აღარ არის მოსმენილი ამბავი, რომ აი ამერიკის პრეზიდენტი მოკლეს თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამო, რაც იყო კენედის დროს, რომელიც ჩვენ ბავშვობაში ვიცოდით როგორც ისტორიული ფაქტი, ჩვენ მივიღეთ ეს ასეთი რეალობა, რომ ამერიკის პრეზიდენტი ლაივში ხდება ეს ყველაფერი და ზუსტად მაგ პერიოდში შენ თუ გახსოვს ჩვენთან წინასაარჩევნო პროცესები რომ მიმდინარეობდა, ბიძინა ივანიშვილი დადიოდა, თქვათ, იყენებდა ბრონირებულ შუშას და ამაზე ამ ლიბერალურმა ბაბლმა ატეხა ამბავი, რომ აი ეს როგორ შეიძლება უთო ჩვენ ვნახეთ, ანუ deep state-ის სადამდე მიდის პირდაპირ გაცხადებულად ხან ვიღაცა გიჟის ხელით მოაკვლევინებს ვიღაცას, ხან ვიღაცა სულელის ხელით ესვრის ვიღაცას, ხან პირდაპირ ვიღაცა მაგარ სნაიპერს ასრულინებს, ხან საერთოდ რაღაცა სპეცსამსახურები შეასრულებენ. ეს არის რეალური საფრთხე აქ და ახლა. იმიტომ რომ უსაფრთხოების ზომებზე ქილიკი არის იმის მანიშნებელი, რომ ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და ვხედავთ, რომ ეს ჯგუფები არიან და ისინი თავადაც აღიარებენ. ეს ჯგუფები არიან ადამიანების ერთობა, რთულია მათ ადამიანი უწოდება ამ ამორალური მდგენელის გამო, მაგრამ მოდი ვთქვათ, ადამიანების ერთობა, რომლებიც ტარჩს დაუკრავენ, როგორც ჩვენ გადაცვალებას, ისე ჩვენ გარდაცვალებას, ისე მათთვის მიუღებელი ნებისმიერ ამ ქვეყანაში ცხოვრებით სხვა ქვეყნის წარმომადგენელი პოლიტიკურად მიუღებელი ადამიანის გარდაცვალებას, იმიტომ რომ თუნდაც ჩარლი კირკის ამბავზე იქაური კოცი მოკლეს, დიდი პრობლემა არ უნდა იყოს, ამას ამბობდნენ აქტივიზმში ყურმოჭრილი და ნაცობაში გაპოპულარებული ისეთი ადამიანები, რომლებიც გეუბნებიან, რომ თავისუფალი სიტყვა არის მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომლებიც გეუბნებიან, რომ პროევროპულობა მათთანაა, რომლებიც გეუბნებიან, რომ სახელმწიფო მათ უნდა ჩაბარდეს სამართავად, რომ ისინი არიან ერთადერთი სწორი განვითარების გზა ამ ქვეყნისთვის. კი ბატონო. დღეს ამ თემაში დავით, კარგად გზავნებთ.